მივესალმები. Coca-Cola რა ხმა ურია. მივესალმები ტელემაყურებელს, ვინც ახლა შემოგვიერთდა, გადაცემა კრიტიკული აზრი. მეორე ნაწილით გიბრუნდებათ და ჩვენ გვიერთდება საფრანგეთიდან ჩვენი მეგობარი გიორგი ფოფხაძე. გიორგი, გამარჯობა. მოგესალმებით. ვა, გოჩა, გაუმარჯოს. მე დღეს გიორგის უთხარი რომ ჯერ თავიდან ჩვენ ხო მე და შენ ხო ვერ ვიქნებოდით მეორე გადაცემა გვივარდებოდა ფაქტიურად საქმეებიდან გამომდინარე მე აღმოჩნდა რომ მე გამიჩნდა დრო და აღმოჩნდა ასევე რომ გოჩასაც გაუჩნდა დრო არ და გიორგის უთხარი მეორე გადაცემაში მეთქი მე მარტო მე და შენ გვიწევს მეთქი გოჩა არ იქნება ეხლა უკვე გოჩა ჩვენთან ერთად არის გიორგი შენ რამე ამბებით შემოგვიერთდები თუ დავიწყოთ გადაცემა და დავიწყოთ გადაცემა იმიტომ რომ ამბები ესეთი არაფერი არა გვაქვს თუმცა იყო რაღაც მცდელობები ქართველი ჟურნალისტებისგან დღეს მინისტერიალი იყო ევროკავშირის საბჭოში საგარეო საქმეთა მინისტრების მაგრამ ახლა ყველა პასუხები აგერ მოვისმინეთ ემაში რა ქვია ახალი ამბების ბლოკში ფაქტურად ეგ იყო სიახლე არაფერი ისეთი დენჯერობით არ იყო მაშინ ისევ ჩვენთვის აქტუალურ თემას დაუბრუნდეთ და მიუხედავად იმ მცდელობებისა რომ გადაიფაროს ეს თემა, ანუ არაბული ქალაქების მშენებლობის თემა, ჩვენ მაინც არ მივცემთ საშუალებას არავის რომ ეს თემა გადაფარონ, იმიტომ რომ ეს თემა არის ჩვენთვის ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი. ქართული მიწა არ უნდა გაიყიდოს. მნიშვნელოვანეს. ზოგიერთი დღეს, აი მაგალითად, იგივე მედია სივრცეში მე მახსოვს ილია ჩაჩებაის გადაცემაშიც დარეკა ვიღაცა მოვისმინე ისე გაკვირით რომ რა გინდა თუ თქვენო ვერ გავიგიო აგერ ჩინელებმაო ააშენესო ხუალინგიო და მე ხედავ თუ იქ ჩინელებსო და ვიღაც კიდე ეთყობა ტანდემში იყვნენ ეს კაცმა დარეკა და მე ქალმა დარეკა რომ დიახ მე იმ ხუალინგში ვიყიდეო ბინაო ძალიან დაბალ ფასად იყიდებოდაო და მშვენივრობ ცხოვრობ არც ერთ ჩინელი არ არის ხალხნო თქვენ ერთი რამე ვერ გასაგებია რომ დაკვეთა გქონდათ დაარეკეთ პირდაპირ ეთერში ეს ყველაფერი გასაგებია თქვენ ვერ მotვინეთ იმდენი რომ თქვენ რაც თქვით ეს იყო პასუხი თუნდაც იმაზე რომ არაბული ქალაქი არ უნდა აშენდეს და რატო იმიტომ რომ ხუალინგი ეს არის წმინდად ინვესტიცია აი წმინდა ინვესტიცია საინვესტიციო თემა როდესაც შენდებოდა ხუალინგი ჯერთი ხუალინგი არ არის აშენებული 850 ჰექტარზე და ასე შემდეგ დაახლოებით 3 ჰექტარია გამოყენებული, მაგრამ ამას თავი დავანებოთ. ხუალინგი იყო საინვესტიციო თემა. შემოვიდა კომპანია, ააშენა, ფული გააკეთა, გავიდა. დაბალ ფასად გაყიდა, ვინ იყიდა ბუნებრივია ქართველმა. და ძალიან კარგი. ჩვენ მივესალმებით ინვესტორებს, რომლებიც შემოდიან და საქართველოს მოსახლეობისთვის აშენებენ корпуსებს საქართველოს მოსახლეობისთვის და არ ცდილობენ მაგალითად რომ თუკი ირანელი უფრო მეც უხდის მიყიდოს მას დააბევოს გააჩეროს ქართველს არ მიყიდოს იმიტომ რომ ელოდება რომ ირანიდან ჩამოვა 50 ოჯახი თქვათ როგორც ეს ხდებოდა მაგალითად დიღმის დიდ დიღომში და დღესაც ხდება ვიცით ხო ჩვენ ახლა ვინც გვიყურებს და ვინც მან ცხოვრობს ყველამ კარგად იცით რაზე ვსაუბრობ ხუალინგი იყო საინვესტიციო თემა ააშენეს გააკეთეს ფული ქართველები მან ცხოვრობენ ჩინელებიც ზოგიერთმა იყიდა ვინც დარჩა საქართველოში და დამთავრდა ესე ვთქვათ ეს იყო ბიზნეს პროექტი და ეს პროექტი დამთავრდა ეხლა ეგ ერთი რის თქმაც მინდოდა ეხლა მეორე როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საფრთხეებზე თქვენ უნდა გესმოდეთ რომ არის ერი ნაციონალ ესე ვთქვათ ეთნიკური ჯგუფი არ აქვს მნიშვნელობა რამდენად დიდია რომლის ხასიათში არ არის შემოსვლა და ასე ვთქვათ საკუთარი კულტურის დაწესება საკუთარი კანონების დაწესება ანუ არ აქვს ხასიათში შემოდიან კომპაქტურად ლაგდებიან ცხოვრობენ პირიქით შენ მიდიხარ მათთან ჩვეულებრივი ურთიერთობა გაქვს და ის არანაირად შენ კულტურას და ადაწეს არ ეხება. მაგრამ არის ერი, რომელსაც და მასეც ხასიათში აქვს, რომელიც შენთან შემოდის და მუდმივად ცდილობს რაღაცა გასწავლოს, ჭკუა გასწავლოს, აგიხსნას რომ არასწორად ცხოვრობ,
გითხრას რომ ეს შენი კულტურა აქ სერიოზულად აცტენილია იმ ჭეშმარიტებას, რომელსაც თვითონ გადაგებს და მისი კულტურა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ეს უკვე საფრთხეს უქმნის ქვეყანას, საფრთხეს უქმნის ჩვენს კულტურას და ბუნებრივია საფრთხეს უქმნის ჩვენს ისტორიას, იმიტომ რომ თუ კი ასე გაგრძელდება, ის ისტორია დავიწყებული იქნება და ახალი ისტორია შეიქმნება. და უკვე 50 წლის შემდეგ ყველას ეცოდინება ის ბოლო 50 წლის მანძილზე რა ისტორიაც ვითარდებოდა ქვეყანაში, მხოლოდ ეს ეცოდინებათ და ისიც ეცოდინებათ, რომ ის კულტურა, რომელიც 50 წლის შემდეგ იქნება, ეს არის ერთადერთი ჭეშმარიტი და სწორი კულტურა, რომელსაც უნდა მიყვებოდეს ნებისმიერი მოქალაქე, საქართველოს მოქალაქე. არსებობს კიდევ ერთხელ, არსებობს სხვადასხვა ერი. აქ რელიგიაზეც კი არ არის საუბარი. აი მაგალითად არის მუსლიმანური ერი, რომელიღაცა, ხო, მუსლიმანური რელიგიით, რომელიც ამ მუსლიმანურ რელიგიას ძალიან ასე ვთქვათ აგრესიულად იყენებს. მაგრამ არის ერები, რომლებიც ასევე მუსლიმები არიან, მაგრამ ჩვეულებრივად როგორც სხვადასხვა მართლმადიდებლები, სხვადასხვა ქრისტიანულ სამყაროში ადამიანები რელიგიას იყენებენ მხოლოდ იმისათვის, რომ ცხონდეს მათი სული. ეგ ჩვენ ვარ მიჩვეულებით, ხო, ანუ მართლმადიდებლობაში არის სული შეიძლება ცხონდეს, ხო, თუ კი სწორად ცხოვრობ მართლმადიდებლურად. მაგრამ მათ რელიგიაში ბუნებრივია მსგავსი წესებიც არსებობს. და ისინი ცხოვრობენ და მიყვებიან ამ წესებს და აგრესიულად არ იყენებენ. მე შემიძლია ასე ვთქვა, რომ მაგალითად ქრისტიანული რელიგიაც იყო გამოყენებული აგრესიულად, ბუნებრივია. და ჩვენ გვახსოვს მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობა, ხო? 1204 წელს, ხო? 2-დან 4 წლამდე. როდესაც ჯვაროსნები იცავდნენ ვენეციელი ვაჭრების პოზიციებს და თავს დაესხნენ ბიზანტიას და შექმნეს ლათინური სახელმწიფო. გვახსოვს ეს ყველაფერი. რელიგიას როგორ გამოიყენებ, ისეთ იარაღად იქცევა რელიგია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს რელიგია ცუდია, ვთქვათ. ამიტომ რელიგიაზე არ ვსაუბრობთ. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, ვთქვათ, ირანელებზე, თურქებზე, არაბებზე, ჩვენ ვსაუბრობთ კულტურაზე. იმიტომ რომ ის ადამიანი მიჩვეული, აი მაგალითად ის მიჩვეულია, რომ ვიღაცას უთხრას, რომ შენ რო არ გაფარია რაღაც ის რა ქვია, თავსაბურავი და რაღაცა, ანუ ეს არის ძალიან ცუდია და უკვე ვერ ხვდება ის ევროპაშია, აზიაშია, სად იმყოფება, ის ყველგან ამ შენიშვნას აძლევს. და ვისაც არ მოსწონს, უკვე აგრესიულად უდგება ამ ხალხს და ამ ეთნოს. აი ამ საფრთხეებზე ვსაუბრობ ჩვენ. ასევე ბუნებრივია, რომ იგივე მრავალწოლიანობა. ეს ხო კულტურის ნაწილია, ეს ხო არ არის მარტო მაინც და მაინც რაღაც რელიგიიდან რაც მოსდევს რელიგია, არა. ეს არის კულტურის ნაწილი, რომელიც ჩვენთვის მიუღებელია. შეიძლება ბევრმა მამაკაცმა კითხვა, რომ წესი კარგი იქნებოდა ჩვენთან მრავალწოლიანობა. პოლიგამიას რაჯობია, არა. ხო და მაგრამ ჩვენ ხო გვესმის, რომ კულტურული განსხვავება ჩვენს და სხვა ერებს შორის და თან ისეთი კულტურული განსხვავება, რომელიც აგრესიას იწვევს იმ ერის მხრიდან შენს მიმართ, საფრთხეს უქმნის ჩვენს ქვეყანას, თორე შეიძლება კულტურული განსხვავება გქონდეს ჩვენ ფრანგთან, მაგრამ ის კულტურული განსხვავება არ იწვევს აგრესიას არც ფრანგის მხრიდან ჩვენს მიმართ და არც ჩვენი მხრიდან ფრანგის მიმართ. და ასეთი განსხვავება ქვეყანას საფრთხეს არ უქმნის. და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, სწორად გაიგეთ, რომ არ უნდა აშენდეს არაბული ქალაქი. პირველ რიგში ბუნებრივია, არ უნდა გასხვისდეს მიწა არავისზე და საერთოდ საქართველოს მიწა არ უნდა იყიდებოდეს, მაგრამ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ არაბებზე, ირანელებზე, თქვათ იგივე თურქებზე, ჩვენ ვსაუბრობთ კულტურაზე, ამ კულტურულ განსხვავებებზე. მეგობრებო, თქვენ ახლა ჩაერთვებით, მაგრამ ზარიად უპასუხოთ და მე თქვენც ჩაერთვეთ. გისმენთ? დიდი ხანია გველოდებით ბოდიში. საღამოშვილობისას ბატონო გიორგი, ბატონო გოჩა. რა შეეხება ახლა მთავარ ბევრი საკითხებია მოუგვარებელი და დაუსრულებელი საქართველოში. რაც მთავარია არაბული ქალაქების ამბავი როგორღაც უნდა მოვაგვაროთ. აი მე პენსიონერი კაცი ვარ და შემოვიდივარ აი ეს ინიციატივით. ჩვენ საკმაოდ ბევრი ვართ პენსიონერები 800,000 თუ 700,000
ზოგს ფიზიკურად არ შეუძლია მიტინგზე დგომა, მაგრამ ის ხო შეუძლია ვიდეო გადავიღო და გამოვა. რისა გვეშინია ჩვენ პენსიას მოგიხსენია სამსახური და გავაგდებ თუ რა? ჩვენ აი ესეთი რაღაცა უნდა გავაგდეთ პენსიონერს. 9 მილიონი ჩვენგან რომ მოგროდეს ვიდეოები. ეს უკვე ძალიან დიდი საქმეა. ყველას მოუწოდებ, ყველა პენსიონერს. ურაბისანუ შეიძლება პენსიას ვერ მოგიხსენს ბიზნესმენი. ახალგაზრდები შეიძლება რაღაც ისე ეშინიან, ჩვენ არაფერს არ გვეშინიან. 800.000 არის საკმაოდ დიდი ძალა და ყველა პენსიონერს ეს პირველი საკითხია რა. დიახ, გისმენთ. მეორე საკითხი რა, ჩვენ უნდა ეხლა ჩვენი ბატონი პრემიერ-მინისტრი თურქმენეთში და იყო რაღაცა ვიღა თურქმენები, ირანელები, ეს თურქები ერთმანეთში ეძებენ ძმობას. ჩვენ ვეძებთ სადმე სტრატეგიული პარტნიორს. ღმერთმა არათმას ეს არაბები, თურქები სამხრეთიდან ჩვენ ყველა გონია რომ არ გაბედავენ ეს. ყველაფერს გაბედავენ. როცა ასეთი მოზღვარება შეიძლება ყველაფერი განმეორდეს. ისევ ერეკლემეორეს რო ხوار გაგვიდგა ბატონებო. ჩვენ უნდა ვეძებოთ გამოსავალი რუსეთთან. თორე ჩვენ ესენი არ დაგვიცან, არც ევროპა არ გვიშველის. შეიძლება მევცდებით, მაგრამ ჩვენ პოლიტიკოსები ხარ დაფიქრებული და ყველაფერი ჩემზე მეტი გესმით, მაგრამ აბა კარგად ჩაუბრით ამბავს. ჩვენ არავითარი ხოლგა და არავითარი დაცვა არ აქვს. როცა ასეთი შემოსევა სამხრეთიდან, კარგად დაფიქრეთ. დიდი მადლობა. მადლობა ზარისთვის. ჩაერთეთ. კი ბატონო, ჩავერთვებით, არა უბრალოდ ჯერ ზარქვას ხო კარგი. გიორგი, ეს უნდა იყოს ჩემი საზრით უმთავრესი თემა და არანაირი ცდილობები იმისა, რომ გადაიფაროს ჩვენ ყველანაირად უნდა შემოვაბრუნოთ ხოლმე აი ამ მიმართულებით და რატომ მე გუშინ სრულიად შემთხვევით ნახე, არაბები უკვე რეკლამას აკეთებენ მაშინ რა ქვია, თავიანთ ხო არაბეთში და იქ პირდაპირ ამბობენ რომ როგორც ვატყობ ამ კონტრაქტის ერთ-ერთი პუნქტი არის ამ ადამიანებზე ვინც იყიდიან ბინებს ცხოვრების უფლების მიცემა და ცხოვრების უფლების გაცემა ეს პირდაპირ ამბობს ის ადამიანი ამ ვიდეოში ამ სარეკლამო რგოლში რომ ეს არის მათი ესე ანუ იმიტომ კი არ არისო რომ აქ 100.000 უნდა გადაიხადო რაღაცა 30% თავიდან და 70 მერე აქ ერთ-ერთი მთავარი მომენტი ის არის რომ შენ მიიღებ საქართველოში ბინადრობის უფლებას. ნუ ახლა გამოცდილებით გეუბნები აგერ ფრანგულმე გუშინვე მოვძებნა ეს რა ქვია საფრანგეთის კანონმდებლობა და საფრანგეთში შეგიძლია შენ გოჩამ გიორგიმ იყიდოთ ეს რა ქვია უძრავი ქონება მაგრამ ცხოვრების უფლება შენ არავინ არასოდეს არ მოგცემს. არასოდეს შენ გააქვს შენ სახში ჩამოსვლის უფლება რაღაც 15 დღე 20 დღე რაღაცა და მაგრამ შენ ვერ დარჩები შენ უნდა გაიაო ყველა ეს პროცედურა რასაც გადის ნებისმიერი ნატურალიზაციის პროცედურა რა თქმა უნდა ნატურალიზაციის პროცედურა უნდა გაიარო იმისათვის რომ საფრანგეთში ცხოვრების უფლება მიიღო თორე ბინის და უძრავი ქონები შეძენა შეგიძლია ესპანეთშიც ბელგიაშიც მაშინ საქვია საფრანგეთში და ყველგან ჩვენ რა წითელი კვერცხები გამოვედ წითელი კოჭები და ისინი მოყავს ახლა ჰუალინგზე როცა საუბრობენ ჰუალინგი ჯერ ერთი აი ყველა ჩინელი ახლა გოჩა მიცის მე და ნიკოს ტურისტული ქონდა ჩვენებას რა ქვია ხო და ჰუალინგთან ქონდა ერთ-ერთი ყველაზე ესეთი დიდი კონტრაქტი ყველა ჩინელი ლაპარაკობდა ქართულად ყველა ჩინელი ლაპარაკი საოცარი იყო რომ მივიდოდით მოლაპარაკებებზე რაღაცა გვეგონა რომ ინგლისურად არა ყველა მიცოდა უკვე ქართული ენა ელემენტარულად შენი ქვეყნის პატივისცემაა ეს და შენი ტრადიციების მე მაგას ვამბობ გიორგი რომ მიუხედავად იმისა რომ ჩინეთი იმპერია იყო რამდენი 1000 წლეულების მანძილზე ხო ანუ იმპერია იყო და იპყრობდა თქვათ მის გარშემო სხვადასხვა სახელმწიფოებს, მაგრამ თვითონ ჩინელის ხასიათში ის რომ შენთან სახლში შემოვიდეს და გითხრას რომ თან დააკვირდე რამდენი საუკუნოვანი კულტურაა, ხო, ანუ ჩინეთის.
შენთან შემოვიდე და თქვას რომ ეს არასწორია, ეს მეორედ არ გააკეთო, ეხლა ეს უნდა გააკეთო. ეს ესე გააკეთე. შენ როგორ დადიხარ, როგორ გაცვია, თქვა. ანუ თვითონ ხასიათში, ჩინელის ხასიათში ეგ არ ზის. სამწუხაროდ ჩვენ ამას ვხედავთ აზიური ქვეყნიდან შემოსული ადამიანების ხასიათში. სამწუხაროდ. კი არ გვიხარია, ხო? ანუ ვამბობთ რომ სამწუხაროა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ის რატომღაც არის მიჩვეული, რომ უпросто ის თვლის რომ ვალდებულია გასწავლოს თუ სწორად როგორ უნდა იცხოვრო და ჩვენ ვეუბნებით მეგობარო ჩვენ მრავალსაუკუნოვანი ისტორია გაგვაჩნია ანუ სანამ თქვენ იქ რაღაც შეიქმნით ჩვენ უკვე სახელმწიფოდ ვიყავით ჩამოყალიბებულები და შენ მე დღეს მეუბნები სწორი როგორ არის და არასწორი როგორ არის და ამას არ მივიღებთ ჩვენ და აქედან უკვე აგრესია ჩნდება ხვდები სანამ 5 კაცია და 10 კაცია ეს აგრესია ნუ დაძლევადია, მაგრამ აქ რო ეხლა 200,000 კაცი ცხოვრობდეს. 200,000 ბევრია, 50,000 რო ცხოვრობდეს. და ეს აგრესია შენ რო იგრძნო შენ თავზე რას იზავ მე? აი მე გეკითხები რას იზავს ქართველი ხალხი. ეხლა ზოგი ფიქრობს, რა იარაღს ავიღებთ ხელში და გამოვდა. შენ იარაღს აიღებ თუ არა ხელში, პირველი ეს ხელისუფლება იქნება, რომელიც დაგიპირისპირდება. პირველი ხელისუფლება იქნება, რომელიც დაუპირისპირდება ქართულ ხალხს და ეთქვის, რომ რასაკეთებთ, როგორ შეიძლება თქვენ ახლა ეთნიკურ ნიადაგზე რაღაც შულს აღვებთ და ასე შემდეგ. აი ამას გეტყვიან. ძალიან საინტერესოა, მე და გოჩას გვახსოვს ეს არის. აი მაგალითად აზერბაიჯანელებს 300,000-მდეა აზერბაიჯანელი, ხო საქართველოში? 260,000-ია დღევანდელი. 260,000-ია, არასოდეს ჩვენ არ გქონია ეთნიკური, რელიგიური ან კულტურული ეს რა ქვია პრობლემა აზერბაიჯანელებთან, ხო? აი 88 წელში იყო გოჩა, ხო? აი ძალიან ცდილობდნენ რომ იმაში ის მარნეულის ეს რა ქვია გადაეტანათ რელიგიურ ჭრილში მაგრამ არ გამოუვიდათ, იმიტომ რომ ის აზერბაიჯანელები ქართველებად, საქართველოს მოქალაქეებად თვითონ თავს და ის მართლა აი ყოფით პრობლემებზე იყო ის კონფლიქტი და სუსტად 10 დღეში თუ 15 დღეში მოგვარდა და დაალაგდნენ და იმას, ხო? შენ ესეთი გიორგი, ხომ ვერ მეტყვი, გიორგი, ეს აზერბაიჯანელები როგორ გაჩნდნენ იმ ტერიტორიაზე, სადაც ცხოვრობენ? ხო გახსოვს შენ ეს ისტორია? კი. 1604 წელს შაჰაბას პირველმა ბორჩალოს თურქმენული ტომები დაასახლა იმ ტერიტორიაზე და ოღონდ ჩვენ ტერიტორია კი არ დაგვიკარგავს, ტერიტორია იყო საქართველოს შემადგენლობაში და ემორჩილებოდა კი გასაგებია სანამ შაჰაბასი იყო ესე ვთქვათ, გვიჭირდა ხო მან ჩვენ კონტროლი იმ ტერიტორიებზე, მაგრამ დავძლიეთ ის პერიოდი და უკვე საქართველოს მეფეების ხელში იყო ეს ყველაფერი და ეს ხალხი შეგუებული იყო, იმიტომ რომ ის რაოდენობა არ ყოფნიდა იმისთვის, რომ ვთქვათ საქართველოს წინააღმდეგ რაღაც ბრძოლა გაემართათ და იმის შემდეგ ისე თანაცხოვრება ისე ვითარდებოდა, რომ მიხვდა ეს ხალხი რომ საქართველოში ცხოვრობს, მიხვდა რომ ქართული კულტურა არის ქართული კულტურა და არ უნდა შეეხო და არც არავინ ეხება მას და ის ხო თვითონ აზერბაიჯანელიც კი რომელიც უკვე აქ კი არა აზერბაიჯანში რო ცხოვრობს ჩვენ გვყავს ბევრი მეგობარი ხო რომელიც აქ ჩამოდის ან თუნდაც რუსეთში ვიცნობთ ხო ასეთ ხალხს ვისთანაც ურთიერთობა გვაქვს ისიც კი არ ცდილობს რომ რაღაცა გასწავლოს მე იმიტომ ვამბობ რომ არის კულტურა და არის ეთნოსი, რომლის ხასიათში არ არის მეთქი, აი მუდმივად რაღაცა გასწავლო პრეტენზიაც აგიყენო და თქვა რომ შენზე მაღლა ვდგავარ და არის ესეთი ეთნოსი, რომლის ხასიათში ძის ეს რატომ ვამბობ ამას, როცა ამის გადატანა უნდათ რომ რელიგიურ ჭრილში და აი თქვენ მუსულმანების წინააღმდეგ არაფერი მუსულმანების წინააღმდეგ აგერა ყავს აზერბაიჯანელები რა მუსულმანები თქვენ კაი ადამიანებო რა პრობლემა ეგ არის ბიჭო გუშინ მოხდა ტერაქტი იმაში რა ქვია ავსტრალიაში და მუსულმანმა კაცმა გადაარჩინა ებრაელები იმას რა ქვია იმ twin გაყინული პაკისტანელების იმასგან რა ქვია სროლელს წაართვა იარაღი ერთი მოკლეს ერთ წაართვა იარაღი მუსულმანმა წაართვა კი გამყიდველი იყო რაღაც მუსულმან მე გეთანხმები გიორგი ამიტომ ჩვენ არასოდეს არ ვაკეთებთ აქცენტს მუსლიმანობაზე და რელიგიაზე ჩვენ ვაკეთებთ აქცენტს კულტურაზე, კულტურულ განვითარებაზე. არ შეიძლება თქვა რელიგია მოგსპოს აქ, არა.
კულტურულმა განვითარებამ შეიძლება მოგსმოს და კულტურულ განვითარებას მერე მოყვება უკვე რელიგია ზემოდან. თორე პირველად ეს რელიგიაზე კი არ არის დაფუძნებული. ჯერ კულტურა შემოდის და მერე ამ კულტურას რომ ხვები, მერე ბუნებრივია უკვე რელიგიასაც მივიღებ. ბატონო, აგერ არის მართლმადიდებლური რუსეთი და რუსეთმა რამდენჯერ გამოიყენა აფხაზეთში შემოგვივარდა რომ ჩემი ქვეყნის მოქალაქეები უნდა დავიცვა მეო, ხო? ეს არაფერია სამაჩაბლოს ორი კონფლიქტი იყო რომ რუსეთის მოქალაქეების ზემაზე. ამიტომ არის ერები რომლებიც აი მანიპულირებენ რელიგიით, ეთნოსით, კულტურით, ამით, იმით. ერთ-ერთი ესეთი არის სწორედ ის ხალხი ვიზა ჩვენ ლაპარაკობთ ახლა, ხო? თუ დააკვირდი გიო, ისიც რა ქვია, ვინც დაარეკა რესპონდენტი რო შემოვიდა და დააყენა საკითხი ბოლოს როგორ დაამთავრა. და ამასაც ვფიქრობ ხოლმე და ამასაც ხმამაღლა ვფიქრობ თქვენთან ერთად, ხო? ერთი არის რომ ფინანსური ის აქვს ამ ადამიანს, ვინც ეს ბატონო მდგენელი? ხო, მდგენელებს იმავშვები რა ვეძებ. ერთია ფინანსურად, აი რუსული გამოთქმაა, ხო, საბჭოეთში ხშირად ამოვიდნენ. პალეზნეს პრიატნიმ. ერთი ვარიანტია, ანუ ორ რაღაცას ამთხოვს. ერთია თავისი ფულის და ამ შემთხვევაში ეს ვერსიაც არსებობს რომ გაუჩნდა პრობლემა და ფულის გათეთრებისთვის ჭირდება, იმიტომ რომ იმ არაბულ კომპანიას ისეთ ქვეყნებში აქვს პროექტები, ნაწარმოები, სადაც მსგავსი სიტუაცია ფულის გათეთრება შესაძლებელი იქნებოდა და აქედან გამომდინარე მას როგორც პროექტი კი არ აინტერესებს და ბიზნეს პროექტი კი არა. ეს თავაზობს მოდელს, საიდანაც შეიძლება ფულის გათეთრება და შეიძლება ივანიშვილს ეს მომენტიც აქვს და ამიტომ მიდის ამ არაბული ასე ვთქვათ ფულის იმითი, ვითომ 6 მილიარდი შემოდის და სინამდვილეში გათეთრება უნდა მოხდეს ფულის და ეს არის ერთ-ერთი ნაწილი და ამას აკეთებს. მაგრამ არის მეორე. ნახეთ რა თქვა იმან, რუსებთან ხომ არ დავილაპარაკოთ, ერეკლეს დრო ხوار გვიმაშება. ანუ რეალურად ეს ადამიანი გვიბიძგებს, რომ დასავლეთთან კი ურთიერთობა იძაბება და ურთიერთობას დასავლელები ძაბავენ, იმიტომ რომ მათ უნდათ ლოგიკა შეხედე, მათ უნდათ მოიყვანონ ხელისუფლებაში ისევ ნაცები, ისევ მათ უჭერენ მხარს, მე წინააღმდეგობას ვუწევ და ამიტომ დასავლეთი არ მჭირდება. ერთადერთი ვინ შეიძლება რომ გარკვეული ალტერნატიული, ასე ვთქვათ, დამფენდემისი, რა ქვია, იმის დაბალანსებისათვის რუსი რჩება, იმიტომ რომ ჩვენ ესე ვიყავით ისტორიულად არაბების, თურქების, ირანელების წინააღმდეგ, სწორედ რუსი იყო, რომელიც შემოვიდა და რუსმა ეს გააკეთა, იმიტომ რომ რუსთანაც არა აქვს, ხო აშხაბადმა დაანახა მე მგონი ამ ხალხს რომ ის ისე ჩაუარა გვერდი, ყველას ხელი ჩამოართვა, ყველას დაელაპარაკა, მაგრამ აქ ის ხედავს რომ რა წარმონაქმნია, თანაშემწეს უნდა ჩამოართვას ხელი იმ კაცისას, რომელსაც თვითონ არც რადროს არ ელაპარაკება და არც ელაპარაკებოდა. მუდმივად ვიღაცას აგზავნიდა, ხო, მიდი დაელაპარაკეთ ერთი იმას რა და გააგებინეთ რომ ეს ესეა. ის ართulis რომ მას მოუწევს და ვის უნდა ელაპარაკოს, ხო? ანუ აქ მარტო ლეგიტიმაციის პრობლემა კი არ ადგას. ფსიქოლოგიურადაც უყურებს ის ესე, რომ ის საქართველოს დღეს არ ყავს წარმომადგენელი, რომელთანაც ის უნდა დაჯდეს და დაილაპარაკოს. შენ წარმოიდგინე სააკაშვილთან დაჯდა და დაილაპარაკა. მოსწონდა, არ მოსწონდა, ის ცალკე თემა იყო და მე უფრო დაიძაბა ურთიერთობა მას მერე, როდესაც უკვე შეთანხმებულ ხელშეკრულებებზე სააკაშვილმა შეცვალა. მე რაღაცეები და აირია ყველაფერი. სააკაშვილიზე ეს იყო რა ქვია და რასაგვირველია და თანაც იქ მთელი ის არის აღარ მინდა იმ სიღრმეებში წასვლა, რაც მანაც კი ვერ გასცა სათანადო პასუხი, როდესაც თუნდაც იმაზე, აი დღეს რაც ხდება, რომ დიდი ბიჭების ჭხუბი იწყება და შენ დაყენდი ერთი რა, შენ ვინ გეკითხება, ასე მითხრაო. იქ კი არ გასცა პასუხი, თორე ხო იყო და ასე უთხარი მეო და ასე ჩემი პასუხი ამაზე ეს იყო. ანუ ჩუმად ჩაყლაპა და მე გააქანა და აგვისტოს ომი 2008-ში ასე ვთქვათ, პასუხად ეს გააკეთა და მივიღეთ ის საშინელი შედეგი, რომელიც შედეგითაც დღესაც ვერ გაგვისწორებია. ეხლა წარმოიდგინე აფხაზისთვის, ოსისთვის, ხო, როდესაც საქართველო არაბიზაციის პრობლემის ისა წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ხვალდაზე. იმას ხვალ შენთან რა უნდა, მისი არჩევანიც რო იყოს. შენთან ურჩევნია, თუ ურჩევნია თუნდაც რუსეთში, სადაც ასევე აქვს თავისი პრობლემა, იმიტომ რომ მას არ უნდა და გახსოვთ აფხაზეთში მიწების გაყიდვაზე რა ამბავი იყო. ხო? იმ აფხაზ
ქართველის ერთად ნაცხოვრე ძმის სისხლი აქვს დაღვრილი მიწის გამო. და ამიტომ ეუბნება შენ ამ მიწას არ მოხირი და ამ დროს რუსეულობა ხო ვინც გადაარჩინა და შევიდეს სიტყვაზე რომ საქართველოს გაუყიდოს. საქართველოს გაუყიდოს და აფხაზეთი უფრო კარგად გაიყიდება, გაცოთ, გონიო თუ იყიდება, ის არ გაიყიდება. ხო, ანუ რეალურად რამდენ პრობლემასთან ერთად ავართ ჩაბმული და რამდენი რაღაცა გვაქვს განსასაზღვრი და ეს ადამიანების ნაწილი, რომელსაც ნახე როგორ არის, რატომ მიიღო ოცნებამ ის კანონი, რომელსაც მე და გიორგი წინა იმაში ვლაპარაკობდით, რომ უკვე ქუჩაში გამოსვლაზე გეუნება, გაცოთ, ტროტუარზე არ დადგეგეუნება. იმიტომ რომ ერთის მხრივ შეამზადა ნიადაგი, რომ აი ესენი ნახე წლებია უკვე დგანან და ჩხუბობენ და პრობლემას ქმნიან, თქვენ ხო არ გიყვართ რაღაცა ის ნაწილი, რომელიც არ არის მომხრე, თქვათ, იმ დავარქვათ ესე ლიბერალური, ასე თქვათ, ფრთის. იმ ნაწილში, როგორც კი გაჩნდა ის მომენტი, რომ ესენი თურმე არაბული მიწების გამო ქუჩაში გამოდიან, ერთ დღეში სამი მოსმენით მიიღეს კაცო ეს კანონი. იმიტომ რომ აღმოჩნდა, რომ თურმე ესენი კი არა, ქუჩაში ესენიც დგებიან და მიაყოლეს რა, სინამდვილეში ყველა საქმე თან ერთდაძახილზე ესენი უფრო მეტი გამოვიდა. კი, აი შენ წარმოიდგინე, ხო სინამდვილეში ეს ხელისუფლება ცდილობს ერთ რამეს, მას უკვე შიგნიდან გაუჩნდა პრობლემა. და ნაცი დაარქვა, ჩვენ რო გვეძახდა, კაცო, ნაც დიდი ხანია, ფაქტიურად უკვე იმაში კვირიკაშვილის დროიდანვე გთვლიდა, რომ კაროჩე თქვენ ნაც ალტიმპოსაც რომ ნაც დაუძახებს, ხო, ახლა იქ უკვე იმის მომხრეც კი, რა ქვია, ქართული ოცნების მომხრეც დაფიქრდა, კაცო, რაღაცა. ყველა ნაცია. ხო, ანუ ყველა ნაცია, გამიგე, ეს შემოიტანა. ვინცმე მეწინააღმდეგება, ყველა ნაცია, თან ესეც ამზადა. ხო, ყველაზე ისა, რა ქვია, ოპოზიცია ნაცი იყო, ისა, ყველაზე დიდი ოპოზიციური ძალა და ნაციც იფერებდა ამას, ეხლა მე მესმის პოლიტიკურად ის ხო არ ფიქრობდა, რომ ხვალ ეს მომენტი დადგებოდა. და ფიქრობდა, რომ თუ ალტერნატივას ასე ვთქვათ მინარჩუნებს და არა სხვებს, მას აწყობდა ეს თამაში. დასავლეთის წინაშე იწონებდა თავს ნაცი, აი მე ვარ ერთადერთი ალტერნატივა. პლუს ოცნება იწონებდა თავს, რომ რა გინდა, ანუ ამას უაძლევ საშუალებას იყოს ერთადერთი ოპოზიციური ძალა. მეგობრებო, მივცეთ საშუალება მაყურებელს შემოვიდეს ეთერში. გისმენთ? დიახ, ბატონო შემოვლ გაითიშე. გაითიშე, კარგი. ანუ გიო რას ვამბობ, იცი რომ რეალურად ხო ამათმა შექმნეს ეხლა თან იმასაც მინდა გამოვეხმაურო. უნდა გაგაჩერო. უნდა გაგაჩერო ზარია ეთერში, თორე მე ჩვენ ლაწყოს დაიწყებენ. გისმენთ? დაიხარე იმცო. გურულები მაგარი ხალხი ხართ. დაიცადოთ. Please wait. სხვა ზარს პასუხობს? გაითიშა. გააგზელე. არა ჩოხატაურიდან ბიჭო მართლა იმის მობილურით რეკავს ესე იგი ადამიანი და მართალი ხარ შე. ესე გიორგი არის თავიდან ბოლომდე იმაზე რა ქვია ორიენტირებული რომ მართლაც ყველა ზარი, ყველა ადამიანი რომელიც შემოდის მასავით ხო არა მეცნობზი ვარ ხოლმე ჩემთან უკვე აღარ რეკავენ, იმიტომ რომ აზრის დამთავრებას ვცდილობ ხოლმე და არის ეგ მომენტი. აი იმაში რა ქვია რაღაცები შეიცვალა თვითონ ქართულ ოცნებაშიც. ხო ჩანს აგერ თუნდაც იმან რა ქვია შათერიშვილმა უცბად ახალი ის გამოიტანა რომ ამერიკის შეერთებული შტატებს თურმე ესა რა ქვია ევროპას რო ებრძვის ტრამპი ყოფილა თვითონ deep state-იო. ანუ იმის მიხედვით უყურებს რა, გამოუვა მასთან ლაპარაკი და არა და ხომიცის სინამდვილეში ქართულმა ოცნებამ, რომ რუსი და ამერიკელი ყველა ვარიანტში მორჩება თუ არა უკრაინის საკითხი, რასაკვირველია კავკასიაზეც დაილაპარაკებენ. მისი ამოცანა ხო უნდა ყოფილიყო, რომ ძლიერი პოზიციები დამჯდარიყო. ხო ორივესთან. სინამდვილეში ეს თამაშობს რას? აქეთკენ არაბიზაციით რუსთან უნდა და მას ეშინია რომ ამერიკელთან უკვე ასე ვთქვათ ტერმინს ვიხმარ იმას გაიასნებული აქვს ხო სიტუაცია რომ ამერიკელებს დემოკრატია უნდა და ასეთი ტიპისას მას არ მიიღებენ, თურქმენს თუ ღებულობენ გარკვეული იმითი რა ქვია თურქმენეთს არ აქვს პრეტენზია არც ევროკავშირში შესვლის, არც დემოკრატიის, საერთოდ არ აქვს ეს პრეტენზია, მას აქვს თავისი კულტურა, გიორგი ამახვილებდა ყურადღებას. იმისთვის ეს კულტურა, მისი კულტურისთვის მისაღებია. ისევე როგორც არაბულ კულტურაში ბევრი რაღაცა მისაღებია, ისევე როგორც დანარჩენშია მისაღები, ხო? ჩვენ გააჩერა კაცმა, არ გაჩერდება. ზარია ეთერში. ზარია, გოჩა გაგაჩერეს. აჩერებს ბატონო. ისმის ქალბატონო ისაუბ. მოგესალმებით. რომლაც მოაზროვნე ჩვენო ხალხო. გაიხარეთ. მომაკვდინებელი კანონები. მოზღვარებული უსამართლობა. მოწამლული ატმოსფერო.
ადამიანების დიდ ნაწილში სიმსილი, გაუსაძლისი ფასები და გაუსაძლისი ექსპლუატაცია, რასაც ეგრეთ წოდებული მთავრობა და მისი მხარდამჭერი მონოპოლისტები სადიან. ყველაფერი ეს უბედურება ხალხში დიდ შიშს იწვევს და ხალხი ერთმანეთს ვანუგესებს და ვეკითხებით, გვესველება რამე? რაში ხედავთ გამორჩევას? უამრავი კითხვები დაგვიგროვდა. ქართველ ხალხს პასუხგაუცემელი. რაშია საქმე? ადამიანის ორგანიზმი ისი არის საწყობილი, რომ როცა ის დიდ ფულსა და ქონებას დაგროვებს, ეცემა ზნეობრივად და ის ამ დროს ემსგავსება ივუთხს ზნეობრივად დაცემული ხალხი. მას ეცადება მასში არა არც სიყვარული, არც ლიბრალური, არც ის გნობა არის. ჭავჭავაძის გმირი ლუარსაბი კაცი იყო, მაგათთან შედარებით. იგი თუ გუზელს იზმიდა, აგენი ტელეფონებს ჩასწინებენ. ზოგს პარლამენტში ეყმდება და როცა ხალხისთვის დამანგრეველ კანონს უყრიანკეს, დაკრავენ ხელს ერთმანეთს და ზოგი შეცდომით ღილაკს აჭერს ხელს. აი ასეთია დღეს, მაგრამ მაგენს ბედის ირონიით დაუმართლა. ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში ცხოვრობს ჩვენ ახლა და მაგენი უფრო კომფორტულად და კარგად არის. კიდევ ვამბობ, ლუარსაბი თუ გუზებს ისლიდა, მაშინ ხალხი ასე დაუბედურებული არ იყო. აგენი უფრო ხსენებულად დიდარი სენრიტასი ტკბილი აფერისტული საქციელით უნდებიან ქვეყანა მთლად გაანადგუროს. და თვითონ ხელილა ცხოვრობი, რა თქმა უნდა, თავს ერთობენ. ეს არგისებია სასწავლო არსად. ხომა ცოდვა. ახლა ხალხის გამოსავალი მხოლოდ ერთ რამესია. გაერთიანების ფიგიას მივცეთ. მეტი დამაჯერებლობა ადამიანებო. მეტი ყურადღება დავუთმოთ. ერთად დგომას. ერთობაშია ძალა, ერთობაში. ეს ყველა უნდა ვიცოდეთ. უნდა გვეძებება სახიდან გამოსვლა. ჩვენ ამით დავიცავთ. უნდა ჩვენი წილი საქართველო ჩვენი სახლიდან გამოსვლით. სწორედ ათ გვამართლებს ჩვენი მთავრობა ქართველებს. დიდი მადლობა ქალბატონო, დიდი მადლობა ზარისთვის. ეხლა სამწუხაროდ უნდა ვთხოვო ტექნიკურ ჯგუფს, რომ ზარები აღარ შემოუშვათ, იმიტომ რომ აგერ გოჩასაც და გიორგისაც ახლა უკვე გიორგის ის არის არა და გიორგი წინა ნაწილში ბოლო რამდენი 10 წუთი რჩებოდა თუ 15 ხმა არ მომიღია მეთქი გოჩას გადაულოცი ეთერი ეგედა აი 10 წუთი გიორგის ერთს ვიტყვი ოღონდ იმაში რა ქვია სიმდიდრე კი არ შვება იმას რომ აპირუტყვებს ადამიანს იმიტომ რომ მარტო ეგ სიმდიდრეც შეიძლება უწყობდეს ხელს პირუტყვს უფრო მეტად გამოავლინოს ლამაზისეული მდიდარი არ იყო მაგრამ იგივე ლუარსაბზე როცა არც იმას დიდი გონებეთი არც არ გამოირჩეოდა აქ პრობლემა სწორედ ამიტომ დააყენა ილია ჯავჯავაძემ რომ აი რასაც თქვენ ამბობთ უნდა მოვძებნოთ მდიდარმაც და ღარიბმაც რაღაცა საერთო ინტერესი განსხვავებული აი ერთობაზეა ლაპარაკი ჩვენ არ უნდა დავცინოდეთ იმ ადამიანებს რომლებიც გუშინ ქუჩაში იდგნენ და იბრძოდნენ თუნდაც შეიძლება ჩვენთვის მიუღებელი რაღაცით იმიტომ რომ საერთო ჯამში გაგვაერთიანა დღევანდელი ხელისუფლებისთვის ვინც მას ებრძვის მნიშვნელობა არა აქვს კონსერვატორი ხარ აზროვნებით ხარ ლიბერალი ხარ მდიდარი ხარ ღარიბი ხარ რა ყველას ერთად აღვიქვავს რომ ჩემი მტერი ხართ იმიტომ რომ ჩემ ძალაუფლებას არ უნდა შეეხოთ წმინდათა წმინდა არის ჩემი ძალაუფლება და ამიტომ ერთად უნდა მოვიფიქროთ ერთად სულ ყველა მიუხედავად იმისა შეიძლება განსხვავებული აზრები გქონდეს რომ ასე ცხოვრება არ შეიძლება თორე დავემსგავსებით რა მნიშვნელობა აქვს იქ ლუარსაბ თათქარიძე იქნები თუ ლამაზისეული იქნები ეს ცხოვრება არ გვინდა რაც იქ არის აღწერილი ეს არის შესაძლებელი სისტემა უნდა შევცვალოთ გიორგი გისმენი კი ბატონო სისტემის შესაძლებლად მართლა არის ეს საკითხი გაერთიანების და ერთად ყოფნის აი
მარტო ქართულ ოცნებას შეეძლო რომ კონსერვატორები და ლიბერალები რაღაცა ერთ ჩარჩოში მოექცია და ერთად გამოეყვანა პოლიტიკურ ასპარეზზე. ხო, ასეთი რამე არ ვიცი ხა. მოხერხება უნდა, ხო, ისეთ ქვეყნებში, ევროპული დემოკრატიის ქვეყნებშიც კი არ არის, ეხა ვიცი რომ ეს არა ვქია. მარინ ლეპენისტები და მელანშონისტები ერთ შენობაში პარლამენტის გარდა ერთ შენობაში წარებაშვებია, ხო? იმიტომ რომ რადიკალურად განსხვავებული იდეოლოგიის ეს არის, რა ქვია, ნაწილი არიან ერთიც და მეორეც. და სხვადასხვა ერთსაც გეტყვი, გიო, აი შენ ამ პარლამენტში, აქ პარლამენტში ვეღარ მოხვდებით ერთად. ეხლა ციხეში გვაქვს მოხვედრის, მე იმასთან არ დავდგები კი არა, იმასთან და დაჯდები. ერთ კამერაში იქნები, უკვე ამას აკეთებს. კი, ეს ხო და მე გამოდიან და იძახიან რომ იცი რა არის deep state-ია, ეს არის ეს. ნუ აი არ ვიცი. და რაზე უნდა ყველაფერი deep state ყოფილა კაცო და ყველაფერი აი ერთი მასონი უნდა დავიჭირო და ჩამოუყვანო და ვანახო რომ ამის მოიცა და ვინ ამბობს რომ deep state მასონები არიან? თუ ეს ლაშხი კაცო არ გახსოვს ის მასონები არიან? ანუ ილუმინატებს არ ეხება, მასონები არიან. მაგდენ შეეხლა ილუმიც აი ერთიას ვინ შეცვალა, როდი შეცვალეს, რაღაც არა. მემფის მიცრაები და რეგულარული მასონობა და ლიბერალური მასონობა მაგ ახლა ცოტა რთული საკითხია ბატონო. გიორგი, აი ძირითადად ჩვენ საუბრობთ სასამართლო სისტემაზე. აი მაგალითად რომ აი შენ რომ მაგალითები მოიყვანო ევროპული სასამართლო სისტემის მუშაობისა. ანუ ხელისუფლების წინააღმდეგ, თქვათ, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წინააღმდეგ ადამიანმა რომ შეიტანოს საჩივარი. რამდენად აქვს შანსი რომ მოიგოს თუ კი მართალია? აი მარტივად რომ ვთქვათ. ყოველდღიურად ხვდებით გიორგი ეგეც საკითხებს იმაში საფრანგეთშიც და ნებისმიერ ევროპაშიც, ხო, ეხლა რაზეა ლაპარაკი? და თუ კი მართალია იგებს, ხო, სასამართლოს. რა თქმა უნდა, ცხოვრების წესი, ეხლა ემაზე რა ქვია, საპენსიო მე სტატისტიკაც მქონდა ერთხელ მაგაზე Facebook-ში დავწერე საპენსიო რეფორმაზე საფრანგეთში პოლიციელებს გადაუმეტებიათ ესა რა ქვია ძალა საფრანგეთში პოლიციელი არ ამეტებს ძალას იმიტომ რომ მომიტინგე ეჩხუბება იმას რა და იქ უკვე ვინ ამეტებს ძალას ცოტა რთული დასადგენია ხოლმე ხო იმიტომ რომ პოლიცია არასოდეს არ იწყებს პირველი აი ეს უნდა ემოსოთ იქ მომიტინგეები იწყებენ კაი ჩხუბს და მერე მიდის და ამ მდგომარეობაშიც კი სტატისტიკურად 5000 პოლიციელი დაუჟიათ აქედან 200 კაცი საერთოდ წასულა ემიდა რა ქვია გაუგდიათ პოლიციიდან ხო და 4 ციხეში ჩაუჯენია ჩვენთან ესეთი რამე მე ერთადერთი მახსოვს რომ 20 ივნისი იყო გახარიას დროს ორ კაცს გამოუცხადეს საყვედური თუ გაუშვეს თუ რაღაცა რას ქვია არ არის გიორგი და გოჩა ეს ცხოვრების წესი არის ყოველდღიურად საფრანგეთში და ბელგიაში და გერმანიაში ანუ გიორგი კიდე კითხვა აი მაგალითად შინაგან საქმეთა მინისტრი ატარებს არჩევნებს ხო საფრანგეთში კი საფრანგეთში შინაგან საქმეთა რამდენად შეიძლება წარმოვიდგინოთ რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ასრულებს დავალებას იმ პარტიისა რომლიდანაც ის იყო წარდგენილი ამ თანამდებობაზე. მაგარ რაღაცას გეტყვი. ჟერარ დარმანანი იყო მის რა ქვია მინისტრი ამ არჩევნებზე, emაში რა ქვია მაკრონის თავრობაში, როცა არჩევნები ჩატარდა საპარლამენტო. და ტურკუანში იყრიდა კენში, თვითონ შინაგან საქმეთა მინისტრი. წააგო. ეგ არის, იმიტომ ანუ საკუთარ თავს ვერ გაუყალბა ხო არჩევნები. ანუ წარმოედგინე, იქ ხო გიო მან ხო როგორ არის პოლიტიკური თანამდებობის პირები იცვლებიან თორე შინაგან საქმეთა სამინისტროში ვინც მუშაობდა ის მუშაობს და არის იმას ვერ წარმოუდგენია რომ რაღაც გაყალბების მექანიზმებით ან რაღაცით მოახერხონ მანიპულირება ის იცვლება ზემოთ ისევე როგორც ნებისმიერი სამინისტროების იმაში იცვლება პოლიტიკური თანამდებობის პირები თორე დანარჩენი ეს ადამიანები რჩებიან და
ამიტომ მათ შეუულებთ ოპოზიციას მიცენ ხმა, შეუულებრივი რამეა. ჩვენთან ვის წარმოუდგენია, კაცო, ჯარი და პოლიცია, სადაც სპეციალურად შეყავთ ხოლმე იმაში, რა ქვია, ყველა კანონის დარღვევით, რომ შეიძლება გადაადგილება გააკეთონ, რომ აი აქ გვიჭირს. ჯარი შევიყვანოთ. საგარეჯოში 2016 წელს ირმა რო იყრიდა შუალიდური არჩევნები რო იყო. ჯარი შემოიყვანეს, ბიჭო, ჯარი საგარეჯოში. წარმოიდგინე, რომ რაოდენობა გაზრდილი იყო მაცხოვრებლი. აი არ ვიცი ახლა საქართველოს. აი ეხლაც აი იმაში სხვათა შორის კანონი მიიღეს, რომ ჯარისკაცებს იქ ქონდათ უფლება იქ მიწეს. აბა, ეგეც აი ახლა ამას რატო ვამბობ, იცი? ბიჭო, ნაწილი ამბობს ხოლმე, აი ხშირად ხო ახლა ჩვენ პატარა ქვეყანა ვარ და გვყავს კაცო ახლობლები, ზოგი ოცნების ხარდამჭერია, ზოგი იმის შეუულებრივი რამეა. ახლა შენ რასაც ამბობო, მასე რო ჩატარდეს არჩევნები, მასე ხო წავაგებთო. აბა ახლა მე მიგრანტებს იმას ვიქიდანო რა, ისეთი ხმები ჩამოვა, ეს თუ არ გავაკეთეთ. ბიჭო, რო წააგებ, უნდა წააგო. არჩევნები კი არნიშნავს, გინდა თუ არა უნდა მოიგო, რახან ხელისუფლებაში ხარ. თუ ამას ხედავ და გძნობ, რომ თურმე თუ ყველაფერი ისე გავაკეთეთ, თურმე როგორც ოპოზიციას უნდა, შეიძლება ჩვენ წავაგოთ, ადამიანები თვლიან, არ უნდა წავაგოთ და ამიტომ უნდა გავაყალბოთ. აბა რა უნდა ვქნათ? აბა ხომ მოგიგეს, კაცო, მაგიმეებმა, ცუდმა ადამიანებმა. ეგრე გიფერჰოფშტატმა მე-13 მოიგო არჩევნებით გადადგა. აღარ შეიძლება სამჯერ მევიხო და გააკეთონ, მაშინ მოიგონ და ივლეტერმი გადადგა ორჯერ, ხო, ბელგიის იმაში 500 დღე იყვენ კრიზისზე იმაში. ბიჭო, მოიგონ და გადადგნენ კი არა. იმას ვეუბნებით, ბიჭო, 85%-ს ნუ დაიწერ, მოიგე 51-ით. კაცო, რაღაც ნამუსი იქონია. აი ახლა შენ წარმოიდგინე იმის, რა ქვია, ნიკარაგუა რა კამერუნის პრეზიდენტი უკვე 50 წელიწადი პრეზიდენტია. იცით ხო? ანუ 50 წელიწადი პრეზიდენტი არის, რომ 46 წელიწადია პრეზიდენტი, მანამდე პრემიერ-მინისტრი იყო. მაგრამ სულ ძალაუფლება აქვს რა კამერუნში რაღაც, მაგრამ ეხლაც ხო მოიგო 92 წლისაა თუ რაღაც, ხო? 92-ს. ხო და მაგრამ ბიჭო 85% არ დაუწერია. კაცი არის ამდენი წელიწადი 52%-ით მოიგო თუ რა. ბიჭო, არ უნდა ეს აგრესია ან ფეხებზე დაკიდება ხალხის, ასეთი დემონსტრაციული არ შეიძლება რომ იყოს. გვიცით რომ აყალბებ, ისე მაინც გააყალბებ, ბიჭო, ესე ვთქვათ, დედა რო არაგინო საკუთარ ერს რა, იმიტომ რომ ეს ფაქტიურად მარტო ხელის გარტყმა კი არა, დედის გინება გამოდის, რომ ფეხებზე მკიდე, აი, მინდა რომ 90%-ით მოვიგო, მოვიგებ 90%, არ მაინტერესებს თქვენი აზრი. ქართული ხასიათის მომენტია, რომ 51-ით რომ მოვიგო, შეიძლება მე გამოხვიდე ქუჩაში და გადამაყენო და დამიწყო. ამიტომ უნდა დაგანახო, რომ კი არა მოგიგე, გადაგიარე საერთოდ და ამიტომ უნდა ამას ვამბობ, ბიჭო, ის 50 წელიწადი მართავს ქვეყანას, გასაგებია რომ მან არ დემოკრატია რაღაცა, მაგრამ ბიჭო, ისიც კი არ წერს ამდენს. დაწერე რა 53 დაწერე ბოლოს და ბოლოს, ანდა რაზე ვსაუბრობ, იცი? 2016 წელს 2020 წელს ბიჭო არ ქონდა 86%. 2020 წლიდან ამ ხელისუფლებას ვისაც ვიცნობთ გარშემო ყველა ლანძღავს და უცბად აღმოჩნდა ბიჭო რომ თურმე 95%-ით მომატებული გაქვს რეიტინგი. აი ეს ხო საერთოდ ნონსენსია და კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე რომ გააყალბე. მიუხედავად ამ ყველაფრისა არიან რა თქმა უნდა ფიგურები, ზოგი მოსყიდულია, ზოგი მართლა გადარეულია, რომელიც ამბობს, რომ აი მე ვერ შევამჩნია, რომ რაღაც დარღვევას ქონდა ადგილი. ამაზე მეტი დარღვევა რა უნდა, აი რა დარღვევა უნდა შეამჩნიო. თელი დღის განმავლობაში უბანზე ხალხი არ შედის, ბიჭო, 2 კაცია შესული და უბანზე 1000 კაცია დაფიქსირებული. ამაზე მეტი დარღვევა რა უნდა დააფიქსირო. ის რომ ვიღაცამ დედა არაგინა ერთმანეს და 5 არ გაიტაცეს და უბანი არ დაშალეს, ეს არის დარღვევა მხოლოდ. ამიტომ თავდება ხო ეს ერთი რამეც არის რა და მე უკვე ასე რო აკეთებ გიო მე იძულებული ხდები რომ გარანტიებზე ელაპარაკო ვიღაცას. რაში გჭირდება გარანტია შენთვის არის ნორმალურად ჩატარებული არჩევნები. გარანტია შენთვის არის სინამდვილეში აღარ გჭირდება ვინმესთან მე ან ერთსეხვეწო ან ფული იხადო. იმის გამოსავალი ეხლაც არის. სანამ უკრაინაში არჩევნები დაინიშნება. გამოდი ეხლავე და თქვი რომ არჩევნებს ვატარებ. გამოუში ყველა ასე ვთქვათ პოლიტიკური
პატიმარი ვინც აკყავს. შეცვალე საარჩევნო გარემო. შეიძლება 25-30%-ზე მეტი არა იყო, მაგრამ გარანტირებული გექნება და აღარ გინდა აღარავისთან შეთანხმება, რომ იმაში, რა ქვია, ხელისუფლებიდან წასulis მერე გარანტიებს ვინ მომცემს. ეს არის შენი გარანტია და ეს არის შენთვის ყველაზე იაფიც. იმიტომ რომ ფული გიჯდება ეს გარანტიები. იმიტომ რომ რაღაცა გიჯდება, ქვეყანასაც რაღაცა უჯდება. ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მიიღე ჩაატარე არჩევნები, რეალური სურათი დადე, იმიტომ რომ შენც იცი რომ წააგებ და დადე რა ეს რეალური სურათი, რაც სინამდვილეში ხალხის განწყობა შექმენი ეს გარემო და გარანტირებულიც იქნები, ხელშეუხებელიც იქნები და ყველაფერი იქნება ნორმალურად, მაგრამ ნუ ამას მოფიქრება უნდა და ახლა ლუკაშენკო ის მიხვდა რომ პოლიტპატიმრები უნდა გამოეშვა და გამოუშვა, ხო? მან გააკეთა დასავლეთთან დაახლოების შემდეგ, ხო გავსურს ამერიკიდან ჩამოვიდა მრჩეველი იქ ევროპიდან რაღაც და ანუ ვითომ დაანახა რომ მეც შემიძლია დემოკრატიულად ცხოვრება. გასაგებია რისთვის გააკეთა ლუკაშენკო, მაგრამ რაზედაც საუბრობს გოჩა, აი დააკვირდე, ეს რომ გააკეთონ, იმის გარანტიაც აქვს, რომ თუ თვითონ აიღებენ 35%, 65%-ს ერთი პარტია ვერ აიღებს. ესე იგი, სხვადასხვა პარტიები აიღებენ 10%, 12% რაღაც, ანუ ის კოალიციური ძალა ვერ შეიქმნება, ყველა ერთად ვერ გაერთიანდება, რომ მაინც და მაინც ყველა ოცნებისთი დავიჭიროთო. ანუ იმის გარანტიაც გაქვს, რომ შენ არ აღმოჩნდები თუნდაც სასამართლო სკამზე, იმიტომ რომ ყველა ან ერთი პოლიტიკური ძალა შენ გიპირისპირდება. ეს გარანტიაც უკვე არსებობს და მე შემდგომში რომ გააგრძელებ, იქ დარწმუნებული ვარ იმ ძალებშიც გამოჩნდებიან ისეთი ტიპები, რომლის წინააღმდეგაც ისე ვთქვათ დაირაზმებს საქართველოს მოსახლეობა და უკვე გადაიფარება შენი აი ეს სისულელეები, რაც აკეთე ამდენი წელი, მაგრამ შენ რო ამბობ, მიხვედრა კი არა. ეს არის პრინციპული მიდგომა, მიხვდნენ, იციან, მაგრამ ის გიო არა, შემიძლია დავიწერო 85, დაწერეთ 85. არ მაინტერესებს, უნდა ხალხს, არ უნდა, კარგია, ცუდია, დაწერეთ 85%. მორჩა. ეს არის სიჯუტე. ყველაზე დიდი სიჯუტე არა და დემოკრატიის აი საფრანგეთის და ბელგიის მაგალითზე როცა უყურებ, ეხლა გერმანიაში უფრო ნაკლებად მაქვს ეხლა შეხება და ადრე რაც მქონდა კაცესე იყო, რაც უფრო მეტად არის ოპოზიციური პარტიები რეგიონებში, თქვა, იმან ლიეჟის რეგიონი მოიგო, ამან ეს რა ქვია გამარჯვებულ ცენტრალურ აპარატში გამარჯვებულ პარტიას უფრო ადვილად აქვს საშუალება და ესა რა ქვია მანიპულირების უფლება, რომ ეს ხალხი შემოიყვანოს და ერთად მართონ რაღაცნაირად სახელმწიფო, ხო? პასუხისგებლობას უნაწილებს, კაცო, აქ პასუხისგებლობას გადაუნაწილა ემას რა და აღარა აქ იქ უკვე მე აეკრობა იმაზე კი არ მიდის, რომ შენ წადი და შენ ესკენ და შენ კორუფციონერი ხარ, შენ მამაძახლე ერთნაირად ებრძვიან ყველა იმ კორუფციასაც და სხვა მიდგომებია მე რომ ეკონომიკაზე, შემსყიდველობით უნარზე, ენერგია სხვა რამეზე იხარჯება, კაცო, ერთმანეთთან გინებაზე და ჭუბში კი არა, ენერგია მე უკვე შედეგებზე მიდის. კეთილი, გვაგდებენ უკვე და უკვე წერენ. კეთილი, გიორგი, დიდი მადლობა. ნუ შენ თუ გექნება სურვილი ხუთშაბათსაც შემოდი ჩემთან. კი ბატონო, ხუთშაბათსაც აუცილებლად. კი ბატონო. კეთილი, დიდი მადლობა გიორგი რომ გვერდთვები. მადლობა მაყურებელს რომ აქტიურობთ რეკაუტ. სამწუხაროდ ჩვენი მეორე ნაწილის დროც ამოიწურა. მე პირადად და გიორგიც აგერ პირდება შეგხვდებით თქვენ ხუთშაბათს და სამივე ერთად მომავალ კვირას ისევ ორშაბათს. დროებით კარგად ბრძანდებოდეთ.